ცნობილი შვედის საზოგადო მოღვაწე რაულ ვალენბერგის 100 წლის თავის აღსანიშნავად მზიურში ზეთისხილის ხეები დარგეს პროფესიით არქიტექტორმა, ბიზნესმენმა და დიპლომატმა. რაულ ვალენბერგმა მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთში მცხოვრები თითქმის 100,000 ებრაელის სიკვდილს გადაარჩინა. დიპლომატმა მათ სახელზე სპეციალური პასპორტები გასცა და ისინი შვედეთის კუთვნილ ტერიტორიაზე შეიფარა. რაულ ვალენბერგი იცავდა ებრაელებს ფაშიზმისაგან და საბოლოოდ შეეწირა კომუნისტებს. არის ადამიანი და პიროვნება, რომელიც იქცა ბრძოლის სიმბოლოდ ტოტალიტარული ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგ და რაც ყველაზე მთავარი და აღსანიშნავია, ეს არის პიროვნება, რომელიც ამ საქმეს აკეთებდა აბსოლუტურად ჩუმად. არავის დასანახეთს არ იყო რაღაც აფიშირებული საქმე, მაგრამ მან უამრავი ებრაელი იხსნა ფაშისტების ფაშისტური გენოციდისაგან. უნგრეთის, შვედეთის, ისრაელის საელჩოებისა და თბილისის მერიის ორგანიზებით რაულ ვალენბერგის სახელზე დღეს ზეთისხილის ხეები დავდგეთ, რომელიც ისრაელიდან ჩამოიტანეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან რაულ ვალენბერგი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო და ნამდვილი გმირი. რაულ ვალენბერგი იყო შვედი დიპლომატი, რომელმაც 10,000-ობით ებრაელი გადაარჩინა. ზეთისხილის ხე არის ისრაელის სიმბოლო და სწორედ ამით ჩვენ დღეს ავღნიშნავთ როგორც რაულ ვალენბერგის დღეს, ასევე ჰოლოკოსტის დღესაც.